დავხსნა უშუალოდ კბილის ამოღების ოპერაცია. ანუ ამას ისე ქვია კბილის ექსტრაქციის ეტაპები. ან წიგნში შეიძლება შეხვდეთ მომენტებიო რა. რამდენიმე მომენტია, რამდენიმე ეტაპი, იგივე ეგ სიტყვა. და ამას აქვს გარკვეული ზუსტი თანმიმდევრობა. შენ თუ ამ ეტაპებს სწორად არ დაიცავ, თანმიმდევრობით არ შეასრულებ, ეს ძალიან ხშირად ხდება გართულების მიზეზი. ყველაზე მარტივი გართულება კბილის მოტეხვა, გვირგვინის მოტეხვა, ფესვის მოტეხვა, მეზობელი კბილის მომართ და ასე შემდეგ. თუ ამ ეტაპებს აურევ, ან ამ ეტაპს მიყვები სწორად, თანმიმდევრულად სწორად, მაგრამ არ აკეთებ სწორად. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახავთ. ეხლა გასაგებია ანესთეზია გაკეთდა ვთქვათ და უნდა ექსტრაქცია ჩავატარო. ვთქვათ ზედაყბაზე მე რა გასწავლეთ? თითით გადაწევ რას? მარცხენა ხელის ვინცაცია არ გახავთ. გადავწევ საჩვენებრივ ტუჩს, ფრონტალურებზე თუ მუშაობ ეხზე, აქეთ ლოყას. აბა ხა ლოყა რო გადავწიო, ეს როგორ ამოვიდა? ქვედაყბაზე ცერა თითით, ანუ საჩვენებელი თითით, ნახე? გადავწიე ლოყა, დანარჩენით მიჭირავს რა, ქვედა ყბა. თუ ფრონტალურებს იღებ, ნახეთ, ხო სწორია, აი. ანუ ქვედაყბას ვაფიქსირებ, რადგან ისე კიდე რომ დამესიზმრა, მოძრავია ქვედაყბა და იყოს არა დაფიქსირებული. ანუ ამით ვიწყებ ჯერ ექსტრაქციას. ეს ეტაპებში არ შედის. ჩამონა პირველ მეორე უბრალოდ ეს მე გაგახსენეთ, რომ ესე ვიწყებ. ეხლა გავიდეთ ექსტრაქციის ეტაპებზე. პირველი. ეს რა არის? ეს რა ინსტრუმენტია? დიახ. რასპირატორი. პირველი ეტაპი გახლავთ კბილის განთავისუფლება. ყელის არეში, აქ რა ფიქსირებს კბილ ბუდეში? კბილის ირგვლივი იოგი. ან ამას ქვია ყალთა იოგი. ანუ რაც აფიქსირებს მყარად კბილს. რასპატორით, ნახეთ, ჯერ ვესტიბულურ მხარეს, ლოყის მხარეს, ერთი კიდიდან, შუა კი არა, ერთი კიდიდან, კარგად, ცოტა ძალა სჭირდება. მეორე კიდემდე მოვალ, ანუ სრულად უნდა გავანთავისუფლო. ის კი არა, ესე ნახევრად. სპეციალურად ვამბობ, ერთი კიდიდან, თქვი მეორე კიდემდე. ანუ ირგვლივი იოგი, კბილი უნდა გავთიშო. ირგვლივი იოგისგან, მიხვდი, ან ყალთა იოგისგან. ანუ ყელს ჩავწდი, ნახე, ფესვისკენ ჩავედი სადღაც 2/3-ზე. მიხვდით, ანუ ღრმად უნდა გავთიშო. ყელთან კი არა ესე. ეს უკვე სისხლდენი манипуляციაა. ცოტათ ისე რომ სისხლის დენაა. ანუ ეს ერთი, კარგად, არ დაიჩქარო. ლოყის მხარეს ხო გავთიშე ვესტიბულურად. ეხლა საით უნდა გავთიშო? რა თქმა უნდა, ქვედაყვანზე, ურალულ მხარეს. აქაც ზუსტად ერთი კიდიდან, თანაბრად უნდა გავთიშო, აქაც. კიდიდან მეორე კიდემდე, ასევე ღრმად. აქ თუ უფრო ცოტა ნაკლებად გათიშე სიხრმე და აქ უფრო მეტად, მაშას როცა დაადებ, ნისკარტი ერთ მხარეს უფრო ღრმად ჩავიდა, მეორეზე უფრო ზედაპირულად და ნახე მოგიტეხავს იქ. ანუ მაგიტო თქვი ღრმად, როგორც ორალურად, ასევე ვესტიბულურად. არ დაგავწყდეთ კიდიდან კიდემდე. აი ამაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. თუ არ გათიშავთ კარგად, როგორც წესია, სხვა თუ გინდა ყველაფერი კარგად გააკეთე, მოტეხავ გვირგვის ადვილად. მეორე ეტაპი. ეს ხო გაიგეთ? ეს გახლავთ მაშის დადება. მაშა გახსნილ მდგომარეობაში უნდა კონკრეტ გინდა ზედა იყოს, ნახე? დახურვის ვერ დაადებ. გინდა ქვედაყბის, ანუ მაშა მაგ გახსნილ მდგომარეობაში. მეორე, მაშის დადება, ნახე? ეხლა გახსნილი კი მაგრამ, ნახე ეხლა ესე კი არა, ცოტას ეხლა კბილის შესაბამისად აი, მაშის დადება. ამ წუთში ხო ყელთან ადევს. მაშა, ესე არ ჩაკეტოთ არასდროს, მაშინ გვირგვინს დაიჯერ ხელში ძალკი, მოგიტყნება. მე მაშის დადება, შემდეგი ეტაპი გახლავთ. მაშის ესე ქვია წინწაწევა. ანუ წინწაწევა რას ნიშნავს? იცი, ყელს უნდა ჩავწდე საით? ფესვისკენ. დაახლოებით 0,5 სანტიმეტრზე მაინც უნდა წაწიო. ქვედაყბის მაშა როგორ უნდა წაწიო, იცით, ეხა ეს ნისკარტისებური მაშები.
ცერათიც ავიღებ, აბა სხვანაირად ვერ წაწევ. ნახე, ეს რა ადგილია მაშის? ნახე, სწორი ხარ. ჩამკეტს დავაჭერ ამ ცერათიც და მაშა მოდი ახლა ჩავწიოთ ეს გაიხა იქ სხვაზე. აი. ნახე, ჩავწდი ყელს 0.5 სანტიმეტრი, ანუ ნისკარტები. ჩავიყვანე, სადაც გათიშული მქონდა ის იოგი, ხო, ქსოვილში. ჩავით. აჰა, ნახე, ჩავით. შემდეგი ეტაპი, მაშის ჩაკეტვა. მაშას მხოლოდ მას შემდეგ ჩავკეტა, როცა დავწუნდები რომ მაშის აი ეს სიგრძივი, ღერძი ვერტიკალური, ემთხვევა აი ამ კბილის სიგრძივ ღერძს, გასწვრივ ღერძს. ანუ ეს რას გულისხმობს, იცით ბავშვებო? მაშა არ უნდა იყოს რომელიმე მხარეს გადახრილი. ეგეც მაშინვე მოგიტეხავს კბილს. ან ენის მხარეს, ან ლოყის ოდნავადაც არ უნდა იყოს. იმიტომ რომ თანაბრად უნდა გათიშო, რომ ნისკარტები ან ლოყები იყოს თანაბრად დაფიქსირებული. ესე იგი, რა ყოფილა შემდეგი მაშის ჩაკეტვა. ოღონდ როგორ როდის უნდა ჩაკეტო, როცა მაშა სწორ პოზიციაშია, არ არის გადახრილი რომელიმე მხარეს. ანუ მე ჩავკეტე. სამოვიგე წეღან მოვუშვი და ჩავკეტე. შემდეგი ეტაპი გახლავთ კბილის მორყევა. ამას ახლა გადავახდები, იმიტომ რომ ცალკე ავხსნი ახლა. მორყევა. ანუ მოვარყიე უკვე ეს კბილი. შემდეგი იქნება რა კბილის ამოღება, ანუ რა ქვია? ექსტრაქცია. და ბოლო ეტაპი იქნება, ნახე, უკვე ექსტრაქცია მაქვს ამ კბილის. კბილის ტრაქცია. ტრაქცია არის გამოტანა ამოღებული კბილის პირის ღრუდან. ეხლა როგორ გამომაქვს მაგალითად? წესია. აი თქვა ქვედა ყბაზე ამოვიღე, აჰა. ამოვიღე ეს კბილი ქვედა ყბაზე. პირი ხო აღია. არასოდეს არ გახსნათ მაშა. სანამ არ გამოიტან კბილის ფესტური, შეიძლება კბილი რა ქნეს, გადავარდეს პირქსოვილში და ყველაზე ცუდი სასუნთქსებში და ასფიქსიით უწევ, ან სიხარულით ან უწევ უყურადღებობით არასოდეს მაშა არ გახსნათ, როცა გიჭირავს ამ დროს კბილი ან რა ქვია ფესვი. ესე იგი, ქვედა ყბის კბილის გამოტანა როგორ ხდება? ნახეთ, ზევით და გარეთ. ესე კი არ მომაქვს. ნახე რა გაითვალისწინეს. აი ესეც შეგიძლია წამოიღო, მაგრამ უცებ რო გაგეხსნას, იგი უფრო დიდი მანძილიაო და უცებ რო გაგეხსნას, ანუ ასე უფრო დაცული ხარო. ნახე, უცებ ზევით, გარეთ. მოკლე მანძილზე გამოგაკ. ოღონდ, რაც დააკვირდით, აჰა, შეხედეთ? აჰა, თუ ავარტყი, ფრთხილად, ზედა ნებისმიერ კბილს, ამ ინსტრუმენტით მაშინ მოტეხო, ადვილად შეიგიძლია რამე მთლიანად არ მოტეხო, კაცო გვირგვინი, მაგრამ რომელიმე კიდე მოატეხო ბჟენი თუ აღო მithumedes. გასაგებია ხო, ზევით, გარეთ, ფრთხილად. თუ ზედა ყბის კბილი მოგაქვს, როგორ გამოიტან ტრაქციას, აი, ქვევით და როგორ? გარეთ, გარეთ. მიხვდით? აჰა. ქვევით ეს არ არის ხო? ქვევით ესე ჩამოწევ, ფრთხილად ჩაკეტილი გაქვს და გარეთ. გასაგებია, ახლა რაღაცა დიდი სირთულე არ გახლავთ. მაშის წინ წაწევა განვიხილოთ ზედა ყბაზე, სხვანაირად უნდა წაწიო. ქვედაზე ხო გაიგეთ, როგორ წაწევ, რო გკითხავენ, ან შენ რო პრაქტიკულად გინდოდეს. ზემოთ. ცერათიც აჭერ რას? აი ესე, ჩავაწვევი. რაც შეეხება ზედა ყბაზე, ნახეთ, აქაც ამოვიღეთ ახლა. ესე იგი, ზედა ყბაზე, ხო დავადე ბავშვებო მაშა. აი ესე ყელთან ხო მიდევ ჯერ. ეხლა ხომ უნდა ჩავწდე ყელს 0.5 სანტიმეტრი წინ წაწევა მაგას ქვია. ამას ეხლა ხო ვერაფერს ვერ დააჭერ. ნახე წარმოიდგინე რა უნდა დააჭირო რომ ზევით წაწიო. ამიტომ ნახე როგორი მოძრაობით, თვითონ ხელის მოძრაობით გარეთ შიგნით. ნახე როგორ წავწევ? ეს ეხლა სრიალებს რო ამოვიღეთ, ეხლა მოუშვია. მიხვდით, აი ყელთან დავადე და ესეთი მოძრაობა ქვია ამას, შიგნით გარეთ, აი, შიგნით გარეთ. ესე წაწევ ზედა ყბაზე ამოსაღებ მაშას, რომელიც არ უნდა იყოს პირდაპირ ესისებრ თუ ხიშტისებრ. ქვედაზე გავიგე. ეხლა ყოველგვარი უფრო ღრმა განმარტებების გარეშე ჩამოვთვალოთ ეტაპები რა ყოფილა კბილის ამოღების. პირველად დავნომროთ თუ გინდა. ეს გახლავთ
ნუ ხა ის ეტაპებში არ შედის ანესთეზია რო შესაბამისი უნდა გადაწიეთით ეს. პირველი კბილის განთავისუფლება ყელის არეში ირგვლივ იოგისგან რასპატორი. მეორე მაშის დადება. არ გეკითხები გახსნილი და ჩამოვყვეთ მაშის დადება. მესამე მაშის წინ წაწევა 0.5 სანტიმეტრზე ფესვისკენ. წინ წაწევა მაგას ნიშნავს. შემდეგ კბილის მორყევა, შემდეგ კბილის ექსტრაქცია, ბოლო კბილის ტრაქცია. დაიხსოვეთ? ეხლა